დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და წარმოგიდგენთ გადაცემის სტუმარს კლდის უბნის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახურს დეკანოს დავით ციცქიშვილს. დაგლოცეთ მამაო. მართლა დაგლოცოთ. მადლობას მოგახსენებთ ჩვენთან მობრძანებისთვის. გილოცავთ დღევანდელ დღეს წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის ხსენების დღეს და სწორედ მისი მოღვაწეობის შესახებ გსურს რომ გვესაუბროთ. რატომ იყო ასეთი გამორჩეული მოღვაწე წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი? დიახ, მართლა ვზანებთ წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი მართლაც გამორჩეული ქრისტიანი მოღვაწეა საქართველოს ეკლესიის ისტორიაში. თუ რატომ იყო გამორჩეული, ალბათ ბევრი მხარე შეიძლება გამოიღოს აი ამ გამორჩეულობის. დავიწყებ იქიდან, რომ იგი დაიბადა 1825 წელს გურიაში და მამამისი გახლდათ მამია გურიელის კარის მოძღვარი. ანუ ასე ვთქვათ, ისეთ ქრისტიანულ გარემოში გაიზარდა თავიდანვე. შემდგომში მან მიიღო ძალიან კარგი განათლება, სწავლობდა ჯერ თბილისის სასულიერო სემინარიაში, შემდეგ ფსკოვში, შემდეგ პეტერბურგის სასულიერო აკადემია დაამთავრა და ესეთი დიდი სკოლა გაიარა სასულიერო განათლების კუთხით. შემდეგ ჩამოვიდა საქართველოში და სასულიერო სემინარიაში იყო ინსპექტორი, შემდეგ რექტორის მოადგილე, ასწავლიდა ფიზიკას, მათემატიკას, ასწავლიდა საღვთო ჯულსაც ერთ-ერთ ქალთა სასულიერო სასწავლებელში და ესე თუ შეიძლება ასე ითქვას, მრავალმხრივი განათლების პატრონი იყო მეუფე გაბრიელი. შემდგომ მისი ცხოვრება გარკვეული კუთხე, რა თქმა უნდა, ტრაგიკულად წარიმართა. მას გარდაეცვალა მოკლე დროში მეუღლე და 5 შვილი. ამხელა ტრაგედია არის ადამიანისთვის და შემდეგ აღიკვეცა ბერად. დავით გარეჯში მოღვაწეობდა, ერთი პერიოდი იყო წინამძღვარი და შემდეგ უკვე 1860 წლიდან უკვე დიდი ხნის განმავლობაში გახდათ იმერეთში ეპისკოპოსი და აი აქ გაშალა ფრთები მისმა, ასე ვთქვათ, მრავალმხრივმა ნიჭმა, თუ შეიძლება ასე ითქვას. თვითონ პიროვნულადაც იგი მეტად გამორჩეული ადამიანი იყო, სულ დადიოდა სოფლებში, უქადაგებდა ხალხს, მაგრამ საკუთარი, ასე ვთქვათ, პიროვნება იყო მისი მაგალითი, თუ როგორ უნდა იყოს ქრისტიანი. იგი არ ერიდებოდა ფიზიკურ შრომასაც, ერთმანეთს უთავსდება გონებრივ ფიზიკურ შრომას. მუშაობდა, თოხნიდა, პირუტყვს, საკვებს აწვდიდა, შეშას ჩეხავდა და განსაკუთრებით დამხმარე იყო გაჭირებული ხალხის, ქვრივობლების. აი კაცრ ზამთარში იგი ისე რომ არც იცოდნენ ეხმარებოდა ამ გაჭირებულ ხალხს ფულით, შეშით, მრავალი უპატრონო მკვდარი დაუსაფლავებია, როგორც მისი დღეურებიდან გებულობთ. სნეულს ლისტვის წამალი მიუცია, ბევრისთვის გაუმართავს ხელი, რომ სათანადო განათლება, ასე ვთქვათ, მიიღო. ასე რომ აი მრავალი ასპექტი არის მისი ცხოვრების, რომელიც გამორჩეულია, ასე ვთქვათ, ჩვენ ცხოვრებაში. ალბათ შეიძლება კიდევაც რომ მართალ იობს შევადაროთ მეუფე გაბრიელი, თუნდაც განსაცდელის დათმენით, მას მოკლე დროში ოჯახი, ასე ვთქვათ, 5 შვილი და მეუღლე გარდაეცვალა. და ასე შემდეგ მისი ცხოვრებითა და მოღვაწეობით. რა თქმა უნდა, ნამდვილად ესე ახლა წარმოიდგინეთ თქვენ სალაპარაკოთ უფრო ადვილია, მაგრამ რო ჩავსდეთ არს ამ განსაცდელის მეუღლე და 5 შვილი. სხვა შეიძლება მის ადგილას გაბოროტებული იყო რწმენა დაეკარგა, მაგრამ მან პირიქით უფრო გაათმაგა, ასე ვთქვათ, თავის სასულიერო მოღვაწეობა და მუშაობა უფლისადმი და შემდგომ ისეთ სიმაღლეებზე ავიდა, რომელიც იშვიათად რო დაეპყრას ქართულ სასულიერო მოღვაწეს. ცნობილი ფაქტია ასევე მისი ცხოვრებიდან, ყაჩაღები დაესხდნენ თავს და შემდეგ ეს ყაჩაღები მოექცნენ. თუ შეიძლება რომ ჩვენს მაყურებელს მოუყვეთ ამ ისტორიის შესახებ. დიახ, ნუ ერთ-ერთი ყაჩაღი დაესხა, უნდა მისი გაძარცვა და მე ვფერბოთხა რომ მე ერთი უბრალო პერიოდი გაბრიელიო და სადამოქსო ფულიო და ამ სახელის ხსენებაზე ეს ყაჩაღი შეკრთა, იმიტომ რომ ცნობილი იყო, ასე ვთქვათ, მისი სახელი მთელ იმერეთში
შემდეგ წამოიყვანა ეს ასე ვთქვათ ძარცველი თუ შეიძლება ასე ითქვას და ხელი შეუწყო პატიოსან გზას დადგმობდა და შემდგომ სოფელში მასწავლებლად მოღვაწეობდა ეს ავაზაკი როგორც მე მახსოვს ასე რომ ძალიან ბევრი ისეთი შემთხვევის გახსენება შეიძლება მისი ცხოვრებიდან რომელიც შთამბეჭდავია თავისი ჩინაარსით ასევე ფასდაუდებელია მისი ღვაწლი ქართული გალობის შენარჩუნებისა და გადარჩენის საქმეში და გარდა იმისა რომ წმინდა გაბრიელ ქიქოძე იყო დიდი სასულიერო მოღვაწე ის ამავდროულად იყო დიდი მეცნიერი მას ეკუთვნის ნაშრომი ცდისეული ფსიქოლოგიური საფუძვლები რომელიც აქ დაწერა საქართველოს და შემდეგ უკვე პეტერბურგში გამოსცა და თუ შეიძლება ამ ნაშრომის შესახებ რომ გითხრათ დიახ საერთოდ უნდა ითქვას ის რომ ჩვენი ასე ვთქვათ ეკლესიის ხაზი არის და ჩვენი უწმინდესი ხშირად იმეორებს რომ ძალიან მნიშვნელოვანია სარწმუნოების გამეცნიერება და მეცნიერების გასარწმუნოება და მეუფე გაბრიელი სოლის ამის ნათელი მაგალითია მე უკვე ვთქვი რომ იგი ასწავლიდა ფიზიკას მათემატიკას საღვთო ჯულს ჰქონდა მრავალმხრივი განათლება და ეს მრავალმხრივი განათლება გამოვლინდა იმაშიც რომ მან ერთ-ერთი პირველი ფსიქოლოგიური ნაშრომი დაწერა ასე ვთქვათ ქართული მეცნიერების ისტორიაში და ძალიან საინტერესო წიგნია ეს თისეული ფსიქოლოგიის ასე ვთქვათ საფუძვლები ხა რა გამოარჩევს მას გამოარჩევს ის რომ იქ განსაკუთრებით არის აქცენტი გაკეთებული იმაზე რომ ჩვენ ფსიქიკურ აქტივობას ცხოვრებას თუ შეიძლება ასე ითქვას განსაზღვრავს სული დიახ საერთოდ რომ გადავხედოთ ფსიქოლოგიის განვითარების ისტორიას პირველი ამოცანა რაც დადგა ფსიქოლოგიის წინაშე იყო ის რომ სული შეესწავლათ ფსიქი არის სული ეს მიუთითებს რომ ფსიქოლოგია არის მეცნიერება სულის შესახებ უბრალოდ შემდეგ იცით გარკვეული კუთხით ამოიღეს ეს სულის მცნება ფსიქოლოგიის შესასწავლის სფეროდან და ეხლა სამწუხაროდ ესეთი მდგომარეობაა და მეუფე გაბრიელი ყოველნაირად უსვამს ხაზს იმას რომ სული განაპირობებს ფსიქიკურ აქტივობას ის არ გამორიცხავს სხვა ფაქტორებს აი მინდა შეზნების მაგალითზე ასე ვთქვათ უფრო ნათლად ჩამოაყალიბო თუ რა იყო მისი ასე ვთქვათ ქრისტიანული ფსიქოლოგიური ხაზი აი შეგრძნება ვთქვათ მე ხედველობითი შეგრძნება რო ავიღოთ არა როგორ ყალიბდება თვალი ღიზიანდება ელექტრომაგნიტური ტალღით მე ეს გაღიზიანება ხედველობის ნერვის საშუალებით მიდის ტვინის რომელიღაც კერაში და ესე ასე ვთქვათ ფიზიოლოგიური პროცესი წარიმართება და აღმოცენდება ხედველობითი შეგრძნება თვალი რო დაზიანდეს ხედველობა უკვე აღარ არის ნერვი რო გადავჭრათ აღარ არის ტვინის გარკვეული პირის დაზიანების შემთხვევაშიაც ხედველობა შეიძლება უკვე ასე ვთქვათ ან საერთოდ გაქრეს ან დაზიანდეს მაგრამ ისეთ ამის მიღმა არის კიდე სული კერძოდ რა იგულისხმება ამაში აი რა ვიღოთ ჩვენ კლინიკური სიკვდილის შემთხვევები რა ვიღოთ ასე ვთქვათ სიკვდილის შემდგომი გამოცდილება არა იქ ნათლად მიუთითებს რომ როდესაც სხეული თითქოს ასე ვთქვათ არ ფუნქციონირებს გონება გათიშულია ადამიანი მაინც ხედავს ადამიანს მაინც ესმის თუ შეიძლება ასე ითქვას და ეს არის ძალიან ბევრი ცხოვრებისეული ფაქტით დამტკიცებული მე ერთ-ერთი მაგალითიც მახსენდება ბრმა რომელსაც არ ქონდა მხედველობა დაბადებიდანვე ჩავარდა კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში და აი ამ მდგომარეობაში ყველაფერი იხილა იცით აი რომელ პალატაში იწვა როგორ დასტრიალებდნენ თავს ექიმების სახეები შემდეგ გამოვიდა ამ მდგომარეობიდან ისევ დაუბრუნდა ასე ვთქვათ ჩვეულებრივ ბრმის მდგომარეობას მაგრამ ეს ყველაფერი ახსოვდა თვალები ქონდა დახუჭული გონება გათიშული როგორ მოხდა ეს ასე ვთქვათ აღქმა ყველაფრის აქ უკვე მივდივართ ასე ვთქვათ სულის არსებობაზე და აი სწორედ მეუფე გაბრიელი ატარებდა ამ ხაზს რომ სული განსაზღვრავს ადამიანის ფსიქიკურ აქტივობას სხვა მიწერ ფაქტორებთან ერთადაც და ძალიან ბევრი ისეთ ადამიანურ თვისებაზეც აქვს მას ყურადღება გამახვილებული მაგალითად ანგარებაზე შურზე და ასე შემდეგ აი მაგალითად მე მახსოვს ერთ-ერთი ფრაზა რომელიც ჩამრჩა ეს იყო რომ როგორც ის წერს ყველაზე მეტათო ადამიანებთან გავრცელებული არის შურიო და მას შემდეგ რაღაც სხვანაირად ვაანალიზებ აი ამ უარყოფით ემოციას რომელსაც ალბათ ვერავინ ვერ აცდება მაგრამ ფსიქოლოგიურად როგორ შეიძლება ეს როგორც ფსიქოლოგმა როგორ შეიძლება რომ ახსნათ შურის მომენტი
თუ ეს შურის მომენტი შეიძლება ისე ახსნათ, რომ სამწუხაროდ ჩაბადებულია ეს ადამიანში, იმიტომ რომ მას მიდრეკილება აქვს, ასე ვთქვათ, როგორც მეუფე გაბრიელი აღნიშნავს, რომ მიიღო სიამოვნება და როდესაც ხედავს, რომ სხვა იღებს სიამოვნებას, რომელიც მას არ გააჩნია, რა, შური აღიძვრის და ამ შემთხვევაში შურმა შეიძლება ლისხანება გამოიწვიოს ეჭვიანობა და ასე შემდეგ. ანუ ეს არის დაბალი, რა თქმა უნდა, ადამიანური თვისება, როდესაც რაც შენ გინდა რომ გქონდეს, ხედავ ის აქვს სხვას და შენ გინდა ეს ყველაფერი გაკლია. და არც თუ იშვიათად იჩენს ხოლმე თავს ეს ასე ვთქვათ უარყოფითი ემოცია და რაც თქვი, ჩემთვის მაგალითად როგორც ყოფილი ფსიქოლოგის ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი იყო აი ამის ხასგასმა, რომ თუმცა ესე ფართოდ არის გავრცელებული შური და როგორი საჭიროა რომ ვებრძოლოთ მის გამოვლინებებს. ესე იგი სული განაპირობებს ჩვენს ფსიქიკურ განვითარებას და ფსიქოლოგია შეისწავლიდა სულს. რატომ უვლის დღეს ფსიქოლოგია ამ თემას მაინც გვერდს? იცით რა არის, რატომ უვლის გვერდს? საერთოდ აი, როდესაც შემდგომ ფსიქოლოგია განვითარდა, ესე დაისვა იცით საკითხი, რომ შეიძლება კი მეცნიერება სწავლობდეს იმას, რისი დამტკიცებაც არის სათუო. ანუ თქვათ გეოლოგი სწავლობს მინერალებს და ეს თვალსაჩინოა მინერალების არსებობა, თქვათ ზოოლოგი სწავლობს ცხოველთა სამყაროს არა, მაგრამ სული ვინმეს უხილავს კი. ასე რომ დადგა ესე საკითხი, რომ შეიძლება კი მეცნიერება სწავლდეს იმას, რისი დამტკიცებაც არის სათუო. და მართლაც იცით ახლა ქრისტიანულ ცხოვრებაში ბევრი რამ უნდა მიიღო რწმენით. ბევრი რამ არის იდუმალებით მოსილი. ასე რომ სულის თვისებებსაც ჩვენ ბოლომდე თუ შეიძლება ასე ვთქვათ, ვერ ჩავწდებით, მაგრამ ჩვენი გონების სისაღე იმაში მდგომარეობს, რომ აი ეს იდუმალება რაღაცნაირად გავარღვიოთ და დავაჯეროთ, რომ სული არსებობს. და ბევრი ფსიქოლოგი იცით აი ამ საზღვრებს ვერ ცდება, თუ შეიძლება ასე ითქვას. დიახ. მამა ჩვენს ქმედებებს ხშირ შემთხვევაში არამიწიერი ფაქტორები განაპირობებს. შესაძლოა რომ რაღაც ვთქვათ ქმედება ბოროტისგან იყოს, თუ ცუც აქცილს ჩავდივართ. შესაძლოა პირიქით უფლისგან. ფსიქოლოგია ამას როგორ ხსნის? აი სწორედ აქ არის იცით ასე ვთქვათ პრობლემა, რომ ფსიქოლოგთა დიდი უმრავლესობა აი ამ დიდ სფეროს არ იცნობს და უარყოფს. კერძოდ რას? აი სულ იცით ქრისტიანულ ფსიქოლოგიაში მოცემული ესეთი მომენტი, რომ მაგალითად რო ავიღოთ ჩვენ აზრები, თქვათ წარმოდგენები შეიძლება სამი სახის იყოს: ადამიანური, ბოროტისეული და ღვთაებრივი. აი რა იგულისხმება ამაში? თქვათ ადამიანური, აი თქვათ კარებს კლიტე გაუფუჭდა და შენ ცდილობ მის გაკეთებას, გამოცვლას, იყენებს სხვადასხვა იარაღებს. აფასებ როგორ შეიძლება ასე ვთქვათ ეს პრობლემა მოგვარდეს. აქ მიწიერი პრობლემა არის და მაინც არ გჭირდება რომ ზეციური ასე ვთქვათ მომენტი ჩართო. თუმცა მე ვიტყოდი იმასაც, რომ ერთი შემთხვევა მახსენდება, ოპტის მონასტრში აი სენეკის კარები ჩაიკეტა და ვერ გააღიდა, ეკონომოს დაუძახეს და მანაც მოიტანა გასაღებების თელი აცმა და ისიც შეეცადა გაღებას და ვერ შეძლო გაღება და რაღაც მომენტში იცით უთხრეს რომ მამაო შენც ვერ გააღიო და არა მე ულოცვა და მავიწყდაო. ილოცვა და მართლაც გააღო ეს კარები და სხვათა შორის მიხედავთ იმისა რომ მიწიერი პრობლემაა რა, აი როდეს ესეთი ასე ვთქვათ დაბრკოლება ლოცვას რო იწყებ, პირად შეიმჩნევა რომ უცებ ეს დაბრკოლება გვარდება. ანუ მიწიერ ასე ვთქვათ აი ესეთ დაბრკოლებებსაც მსჭვალობს რა თქმა უნდა ზეციური მომენტი. მაგრამ ну მაინც გარდა ამისა არის კიდევ როგორი აზრები ფიქრები იცით აი ბოროტისეულ მაგალითად წმინდა ნიფონს ჰქონდა ესეთი ხილვა რომ დაინახა დემონი მივიდა ერთ-ერთ ადამიანთან ყურში რაღაც ჩასჩურჩულა მე მეორესთან მივიდა მათ საქმიანობას თავიანებეს და ერთმანეთს ჩხუბი დაუწყეს თუ შეიძლება ასე ითქვას როდესაც სასწარკვეთილებაში ვარდებით მოდის ფიქრები რომ ეს ხორება არის გაუსაძლისი რომ ღმერთისგან მიტოვებული ხარ რომ უფრო და უფრო დამძიმდება შენი ხვედრი. ანუ ეს არის ისეთი ფიქრები, ესეთი ასე ვთქვათ, აზრები, რომელიც სადღაც ყველას მოსლია ცხოვრებაში, მაგრამ
ნაკლებად რო ვაცნობიერებდებ თურმე ეს ბოროტისეული ზემოქმედების შედეგიც არის თუ შეიძლება ასე ითქვას. ასე რომ ჩვენ აზროვნების მიმდინარეობისას სულ მონაწილეობს თითქმის ეს ღვთისაწინააღმდეგო ძალა. და გარდა ამისა არის აზრები, იცით, იდეები, რომელიც ღვთისგან მოდის და ფსიქოლოგიაში გამოიყოფა სულიერ აზროვნების ასეთი სახე, რომელიც გულისხმობს შეგრძნებას უფლის არსებობის, მასთან კონტაქტის, ღვთაებრივ იდეათა გაჩენის და ასე შემდეგ. ასე რომ ეს მე მხოლოდ აზროვნებაზე გამომახვილა ამ შემთხვევაში ყურადღება თითქმის ყველა პროცესთან დაკავშირებით სწორედ ეს ზეციური ფაქტორები მონაწილეობენ და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს გავითავისოთ. მამაო, ჩვენ საუბრობდით წმინდა გაბრიელ ქიქოძის შესახებ. მე მინდა რეჟისორს თქვა კიდევ ერთხელ მისი ფოტო თუ შეიძლება რომ აჩვენოს მაყურებელს. 90-იან წლებში გამოიცა წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის ქადაგებების ორტომეული, სადაც ძალიან კარგად ჩანს მისი მეცნიერული მიდგომა სარწმუნოებისადმი. აი რას გვეტყვით ამ ორტომეულის შესახებ? იცით, მე ვიტყვი იმას, რომ საერთოდ ქრისტიანის ცხოვრებაში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება სულიერ საზრდოს, სულიერ საკვებს. და როდესაც იგივე აი ორტომეულს კითხულობ, ძალიან ბევრ საყურადღებო მომენტს აღმოაჩენ თუ შეიძლება ასე ითქვას. ანუ ერთ-ერთი სამაგიდო წიგნი შეიძლება იყოს ჩვენთვის. ასე რომ პირადად მეც აი ბევრი რამ გამიგია, მისწავლია აი ამ წიგნებიდან და ესეც ასე ვთქვათ ამ ადრიანი კაცის ერთ-ერთი დიდი დამსახურებაა ჩვენი ერის წინაშე. დიდი დიბუში არის ჰომილეტიკის. ძალიან დიდი მადლობა მამაო რომ იყავით ჩვენი სტუმარი, დაგვალცეთ. მერთმა დაგვალცოთ, გაიხარეთ. მაყურებელს შევახსენებ გადაცემის